ბატონი გიგი გიგიაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი, ბატონი ვახტანგ კაპანაძე, ანალიტიკური ორგანიზაცია JUKC საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი. ბატონებო, საკმაოდ რთული მისია და როლი გერგოთ აშკარად, რადგან გავიმეორებ კიდევ ამ სიტყვებს, რომ შოქშია ძალიან ბევრი ადამიანი, ეს ალბათ ეხა სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს და ამხელმოლოდინი იყო, ინტერესი იყო თავისთავად ცხადია. რა შეფასებები შეიძლება გავაკეთოთ პირველ რიგში აი ამ შეხვედრის შინაარსთან, ფორმასთან მიმართებაში, შესაძლებელი იყო თუ არა ამის თავიდან აცილება, რას უნდა ველოდო, დავიწყოთ და დამატებით შეკითხვები გაგვიჩნდება საუბრის დროს. მოგესალმებით, მე ვესალმებით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ნამდვილად გავხდით არაორდინალური შეხვედრის მოწმე, მაგრამ ძიმე ემოციური ფონის მიუხედავად ვფიქრობ, რომ შევაფასოთ ცივი გონებით ეხლას რაც მოხდა. ზოგადად ტრამპი გვთავაზობს ძალიან უჩვეულო ფორმატს მოლაპარაკებების, ანუ ეს ფაქტობრივად ღია ფორმატში ესაურება სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს, მანამდე იყო მაკრონი, შემდეგ იყო ინგლისის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ, ეხლა ესეთი ღია ფორმატში შემოგთავაზა ზელენსკი. გიგი გაგაწყვეტინებდა, მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ზუსტად იგივე ფორმატში ვიცე-პრეზიდენტი იყო, რომელმაც იგივე ბრიტანეთის პრემიერთან მიმართებაში ესეთი რეპლიკებით გამოსვლა გადაწყვიტა და სიტყვის თავისუფლების პრობლემებთან დაკავშირებით პრეტენზიების საყენებაცაა და ბრიტანეთის პრემიერის მიმართ. რადგან იმას შეაწყვეტინა და შეაწყვეტინა, პასუხი მიცა, მაგრამ ამას აღარ მოყოლია ესეთი გართულებები. როგორც წესი, ზოგადად ესეთი ემოციური ფონი დახურული მოლაპარაკების ფარგლებში არ არის გამონაკლისი, არ არის თქვა რაღაც ესეთი უჩვეულო ამბავი. ამიტომ ხდება ხოლმე ეს დახურული ფორმატში მოლაპარაკება, შემდეგ უკვე ხარებით ხდებათ, რომ რას იტყვია პრესასთან, რა გზავნილებს გააჟღერებენ საზოგადოებას. ეხლა ამ ფორმატს უკვე აღარ მიცემთ საშუალება, იმ შესაძლებლობა, რომ რაღაც განსხვავებული გზავნილები მიეწოდებინათ ამერიკული საერთო საზოგადოებისთვის და შესაბამისად ეს შეხვედრა დამთავრდა ორივე მხარის, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე წაგებით, ხო? ანუ ფაქტი ის არის, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ეხლა იყოს, რომ ჩავთვალოთ, რომ ეს აღარ გაგრძელდება დიალოგი. კარგი არის, რომ მათ დაინახეს ორივემ დაინახა ერთმანეთის პოზიცია ძალიან მკაფიოდ, ანუ ეს ემოციური საუბარი ერთის მხრივ რასაკურველი რთული სანახავია საყურებელი, მაგრამ მეორეს მხრივ აგებინებს ორივე მხარეს, რომ სად იმყოფებიან, რა საწყისი წერტილები აქვთ და ამერიკას სურს ახლა ამ შემთხვევაში რაღაცა პროგრესის მიღწევა, ხო? ისინი მას ვერ გაკეთებენ უკრაინის დათანხმების გარეშე, ისინი ხვდებიან, რომ მათ ჭირდებათ ახლა უკრაინის დაყოლიება იმ ფორმატზე, რომელიც მათ მიაჩნიათ, იქნება, ასე ვთქვათ, ტრამპისთვის ამ დაზავების გარანტორის ტიტულის მიმნიჭებელი, ასე ვთქვათ. მეორე მხრივ შეუძლებელი იქნება ასევე ევროპის გამორიცხვა. ახლა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაციული გზავნილები მოვისმენთ ხელახლა ეს 350 მილიარდი ამერიკული დოლარი, ამერიკას უფრო მეტი აქ თითქოს გადახდილი ამ ომში ვიდრე ევროპას. ეს ყველაფერი არის ძალიან მცდარი, ანუ დიპლომატიურად რო ვთქვა, ძალიან მცდარი ინფორმაცია, ვინაიდან აქ საუბარია მხოლოდ ამერიკასთან 77 მილიარდზე და საერთო ჯამში ევროპამ გაცილებით მეტი დახმარება გაუწია უკრაინას, ვიდრე ამერიკამ საერთო ჯამში. შესაბამისად, აქაც ჩვენ გვესმის იგივე ნარატივის გამეორება, რაც უკვე არაერთხელ იქნა იდენტიფიცირებული სხვადასხვა ევროპელი ლიდერების მიერ, როგორც არაკორექტული, ასე რომ ვთქვათ, ხო? ვფიქრობ, რომ მოდით დავარქვათ ამას პოზიტიურ ჭრილს შევხედოთ ახლა ამ შეხვედრას, მიუხედავად უმძიმესი ემოციური ფონის, ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი რაუნდი მოლაპარაკებებისა ამერიკასა და უკრაინას შორის. ტრამპი დაინტერესებულია, ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია, რომ რაღაცა ფორმით მოხდეს ახლა ზავის მიღწევა, ხო? მათ ახლა აუცილებლად ჭირდებათ დაყოლიება უკრაინის, დაყოლიება ევროპული ქვეყნების, მათ კარგად ესმით, რომ უკრაინის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება უკრაინის მომავალზე, უკრაინაში მშვიდობაზე რაღაცა ფორმაში შეთანხმების მიღწევა და უკრაინას თავიდან მომდევნო ხარს უჭერს ევროკავშირი, ევროპული ქვეყნები. აქედან გამომდინარე, დავარქვათ ამას პირველი ტური, პირველი რაუნდი მოლაპარაკებისა და ასე ვთქვათ, პოზიტიურ ჭრილში შევხედოთ მიუხედავად ყველაფრისა, ვიფიქროთ იმაზე, რომ შესაძლოა მოყოს გაგრძელება. ეხლა ხო, ასე ვთქვათ, დიპლომატიური გადმოსახედი და მხარეები უფრო კარგად იციან ერთმანეთის პოზიციები. მათ ძალიან კარგად იციან, რისი თქმა შეიძლება, რისი თქმა არ შეიძლება, რა ემოცია შეიძლება მოყოს. მეორე მხრივ, რასაკურველია თავიდან უნდა შევიდეთ ახლა ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტის მდგომარეობაში, ეს არის ადამიანი, რომელიც ფაქტიურად მესამე წელია იცავს სოფლიოს ცივილიზებული სამყაროს უსაფრთხოებას და მშვიდობას, ხო? ის ახლა დგას ევროპის სადარაჯოზე, ის აკავებს აი პუტინის კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც უტევს ახლა უკრაინას და დაგეგმილი აქვს ამაზე მეტის გაკეთება და ძალიან ცხადია ახლა ჩვენი გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, ევროპელების გადმოსახედიდან თუ რას ისახავს მიზნად ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა გვჭირდება რაღაც აი კადრში ჩანს, რომ ზელენსკი ტოვებს თეთრ სახლს
კი ბატონო. ანუ ის შეთანხმება, რომელიც იყო საუბარი, ის ვეღარ აპარატის უფროსმა გამოაცილა, ყოველ შემთხვევაში კადრში არ ჩანდა პრეზიდენტი ტრამპი, არც ვიცე-პრეზიდენტი. ზელენსკი ჩაჯდა მანქანაში, მას აღარ გაუკეთებია კომენტარი მედიის და პრესის წინაშე. ჩვენ ვიცით, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული იყო საერთო პრესკონფერენცია პრეზიდენტების ტრამპისა და ზელენსკის, რომელიც ასევე აღარ შედგა და ასევე გვაქვს ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ არც ხელშეკრულებას იშვიათი მინერალების შესახებ მოწერია ხელი. თეთრ სახლს ვხედავთ, რომ კადრში ტოვებენ უკრაინის დელეგაციის წევრები, მისი აპარატის უფროსი პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ასევე ვრცელდება ვიდეოები, შეიძლება გადაცემის მსვლელობის დროს განახოთ, როგორი იყო პირველი რეაქციები ამ დელეგაციის წევრების, მათ შორის ძალიან მძიმედ მიიღო ეს სიტუაცია უკრაინის ელჩმა ვაშინგტონში, რომელსაც თავზე ხელები ჰქონდა საერთოდ შემოწყობილი და ეს პოზა ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთ ცნობილ ტელეწამყვალსა და პოლიტიკურ ანალიტიკოსს ჰქონდა, აი ამ წუთებში გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით, არა მარტო უკრაინელები ალბათ და ჩვენ ვართ შოკირებულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მოვლენათა ასეთი განვითარებით, იმ ფორმით, რა ფორმითაც წარიმართა თავისთავად ეს მაღალი დონის დისკუსია გაოცებულია თავად ამერიკული საზოგადოება, ამერიკული მედია, ამერიკის პოლიტიკის მიმოხილველები, მსგავსი რამ მათ არ უნახავთ, არ ვიცი მომავალში ნახავენ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ეს თავად ტრამპის ქცევისთვისაც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინც მოულოდნელობა იყო. სტუდიაში განვაგრძოთ საუბარი, პარალელურად თუ რაიმე ინფორმაცია დამატებით შემოვა, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას მოგაწვდით და ბატონ ვახტანგს მინდა ვკითხო. ბატონ გენერალო, ესე იგი ბატონმა დიპლომატმა ყველანაირად ცადა, ასე ვთქვათ, რაღაცა პოზიტივიც ეპოვა და შეერბიალებინა ეს რეაქციები და ემოციები, რომელიც მათ შორის ჩვენს გვაქვს სტუდიაში. არც თქვენ გამოირჩევთ რაღაც განსაკუთრებული სიცხარით, ყოველთვის მართლა თქვენი ანალიტიკა, მათ შორის სამხედრო ანალიტიკის თვალსაზრისით უპირველეს ყოვლისა ესეთი რაციონალური, ცივსისხლიანი მიდგომებით გამოირჩევა, მაგრამ მაინც როგორია პირველი რეაქციები თქვენი იმაზე, რაც ჩვენ ერთად ნახეთ და მოვისმინეთ. ხო, ძალიან ძნელია დარჩე ხო პოზიტიურ ტალღაზე ნამდვილად ამის შემყურე, მაგრამ მაინც აი გავაგრძელებდი აზრს და მაინც უფრო ქმედებას დაველოდებოდი, ვიდრე აი ამ განცხადებებს და ამ ეპატაჟს, რასაც უყურებთ ხოლმე დამახასიათებელია ტრამპისთვის, ის ცდილობს ყოველთვის იყოს დომინანტი პიროვნულად. თუ დააკვირდებით ხელის ჩამორთმევისთვის, ყოველთვის გაჩვენს თავისკენ ხელს, თავის აჩვენებს ვინ არის აქ დიდი ბიჭი. და დაწუნებული ვარ, ხელსაც ძალიან მაგრა უჭერს ცდილობს ყოველ შემთხვევაში. იგივე ცდილობები იყო სხვათა შორის იგივე მაკრონთან, იგივე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, მაგრამ ისინი უფრო დიპლომატიური, გამოცდილი დიპლომატიური კუთხით და მიუდგნენ და ოდნავ ჩააცხრეს, უფრო სწორედ უფრო რბილად უპასუხეს, რბილად გადაიყვანეს სწორ მიმართულებაში ვიცე-პრეზიდენტის არ ვიცი სპეციალურად მომზადებული ჩართვები, ან საერთოდ რატო ერთვება, როდესაც ესეთი საუბარი არის, ცოტა გაუგებარი არის, რა თქმა უნდა, ჩემთვის. მე მრჩება ესეთი შტაბეჭდილება, რომ ტრამპის მტერი არ არის პუტინი, ტრამპის მტერი არ არის ზელენსკი, შეგვიძლია თქვას, რომ არც ჩინეთის ხელმძღვანელობა, მისი მტერი არის ბაიდენი. ჯერ კიდევ სულ ყველაფერს ებრძვის ბაიდენის არსებულ გადადგმულ ნაბიჯებს, პროექტებს, პროგრამებს, სულ ახსენებს წინა პრეზიდენტს, სულ ახსენებს რაც ცუდი იყო ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა იგივე 350 მილიარდისი არ იყოს, ახლა თვითონ აღმოჩნდა, რომ იქიდან 170-ია, იქიდან 170 მიღებული აქვს უკრაინას, რაღაც 70 რაღაც დაახლოებით ესეთი რაოდენობა, დანარჩენი მანამდეც უკრაინამდეც კი არ არის მისული. და ეხლა აი ესეთ პირობებში ხო მე მაინც ვთვლი რომ ეს
ტრამპი იძულებული გახდა დაეცვა თავის კაბინეტი და თავისი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია, რომ არ დაჩაგრულიყვნენ და მაინც დომინანტად გამოჩენილიყვნენ აი ამ შეხვედრის პირობებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ვისაც უნდა აი ამ თავის ცეცხლის შეწყვეტა, ეს არის ტრამპი. ვინაიდან პიროვნულიდან გამომდინარე ის უნდა იყოს გამარჯვებული. იმას გაცხადებული აქვს აღნიშნული და ეს მისთვის ეს უკვე მისი პირადი ღირსების საკითხია მიაღწიოს თავის გაცხადებულ მიზანს. სხვა შორის ის რაც განაცხადა მანამდე ძალიან დიდი ვერცერთი ვერ შესრულდა ჯერჯერობით ძალიან პათოსური განცხადებების მიუხედავად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ის ნამდვილად ეცდება, რომ რაღაცა აი ეს მიმართულება მაინც მიიყვანოს ბოლომდე და შემდეგ ამაყად განაცხადოს, რომ აი მე ვარ ადამიანი, რომელიც სოფლიოს მშვიდობა მოუტანე. მოდით ასეთ ვერსიას შემოგთავაზებთ. ზოგადად მოლაპარაკებების ხელოვნებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ წინასწარ შენ თვითონ არ შემოიზღუდო თავი, მათ შორის თარიღებთან მიმართებაშიც. ტრამპს ჰქონდა სერიოზული ამოცანა მოეგო შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები და ამ რბოლაში ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელმაც ნაწილობრივ ალბათ იმუშავა კიდეც, იყო ის, რომ ის 40 ერთ დღეში დაამთავრებდა ომს და მიაღწევდა მშვიდობას. მას შემდეგ, რაც მას მოუწია კომუნიკაცია პუტინთან, შემდეგ შედგა უკვე ემირატებში შეხვედრა საუდის არაბეთში შეხვედრა ლავროვსა და რუბიოს შორის. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ ლავროვისგან ზუსტად 2 დღის წინ, როცა ფაქტობრივად ლავროვმა საფუძველი გამოაცალა იმ ორ ბოძს, რომელზეც ტრამპი ამ სამშვიდობო შეთანხმებას აყრდნობდა, აყენებდა, ხო? ანუ პირველი ლავროვმა თქვა, რომ არსებული ცეცხლის ხაზზე ეს არ განიხილება, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით ხალხის ნების გამოკითხვით რუსეთის ტერიტორიები დადგენილია კონსტიტუციით და ამ საომარ შეხების ხაზზე ეს არ არის და ჩვენ სხვა ტერიტორიებიც გვინდა ეს ერთი ტრამპი ამბობდა რომ იქ სადაც არის უნდა გაჩერდეს და მთავარია რომ მშვიდობა და მერე დავიწყოთ მოლაპარაკებები ანუ ლავროვი ვითხოვს რომ ჯერ მოგვეცთ კიდე ის დამატებითი ტერიტორიები და მერე დავიწყოთ ასე ვთქვათ მოლაპარაკებები და მეორე რაზეც ისაუბრა ამ ზავის და უსაფრთხოების გარანტიების სამშვიდობო ხელშეკრულების დაცვის რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიები ამ შემთხვევაში პირველ რიგში გულისხმობდა რომ ევროკავშირს ამაზე აწვევდა პრინციპში ტრამპიც და ბრიტანეთსაც რომ თქვენ აიღეთ მეტი პასუხისმგებლობა და ალბათ თქვენ თუ იზავთ ამას იმათ თქვენს რომ ვიზავთ ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი თქვა ევროკავშირის სხვა ლიდერებთან კონსულტაციებით რომ ამას გააკეთებდა ბრიტანეთის პრემიერმაც აგრეთვე გამოაცხადა რომ ხმელეთზეც ვიქნები და თვითრინავებითაც ვზად რომ ვიყო წარმოდგენილებიო ამაზე ლავროვმა თქვა რომ გამორიცხულია პრეზიდენტმა პუტინმა თქვა მკაფიოდ რომ არანაირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარები შენაერთები ამ ტერიტორიაზე არ უნდა იყოს მოკლედ რო თქვა ჩემი ვერსია კი არ არის, მაგრამ ესეც განხილვის საგანია. გამომდინარე იქიდან რომ ტრამპი ხედავს, რომ რაიმე ტიპის სერიოზული გარღვევის მიღწევა შეუძლებელია. ხომ არ ეძებს ის დამნაშავეს იმისთვის და ხო არ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში დამნაშავე ზელენსკი და უკრაინელები, რომ ის ვერ აღწევს ამ შედეგს და რაღაც თვალსაზრისით ამ თამაშიდან გამოსვლა უნდა, იმიტომ რომ აი თავის პოსტში რომელიც მიაყოლა უკვე ამ შეხვედრის დამთავრებას ის ზუსტად იმას ამბობს რომ ჩემი მიზანი იყო და არის მშვიდობის მიღწევა მაგრამ თუ არ უნდათ მოკლედ აი თქვენი აზრი როგორი არის მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი შესაძლებლობა იქნება ამის მისკიცება რომ დამნაშავე ამ კონფლიქტში არის ზელენსკი და შეთანხმების მიღწევაში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა არის უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინული მხარე ყოველთვის ძალიან ცხადია რომ ერთადერთი აგრესორი თავდასხმელია რუსეთი პუტინი და მისი პირველ განცხადები რომელიც მან გააკეთა თავიდან იყო განსხვავებული იმის გარდა ჩვენ მოვისმენთ 2 დღის წინ თუმცა თავიდან მომდევნო შეცვალა პოზიცია და ისიც კი უარყო რომ აროს არ მიწოდებია ზელენსკისთვის ასე ვთქვათ დიქტატორი და ასე ვთქვათ შემოატრიალა ყველაფერი ძალიან რთულია პროგნოზირება იმისა თუ რას ხედავს ის რეალურად გამოსავლად ამ სიტუაციაში ძალიან რთულია იმის თქმა რომ ამ შეხვედრის შემდეგ როგორ ხედავს ის როგორ იქნება მონაწილე როგორ იქნება ამერიკის მონაწილეობა ამ პროცესში ძალიან რთული წარმოსადგენია მაგრამ პროცესი გრძელდება მთავარი პროცესის ნუ დავინახოთ ეს კიდევ ერთხელ პროცესი გრძელდება ესე მარტივად არ ამგონია რომ ამერიკამ დათმოს საკუთარი
სურვილი რომ იყოს მშვიდობის ყოფილი უკრაინასა და რუსეთს შორის, თუმცა ბოდი ტექსტს აგიკითხავთ, რაც უკვე როგორც ჩანს ისევ ცხელ გულზე თუ არა ცხელ ცივზე, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ძალიან სწრაფად გამოაქვეყნა ამ შეხვედრის შემდეგ. ანუ ტრამპი წერს თავის ქსელში, დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში. ბევრი რამ გახდა ცნობილი, რაც ვერასდროს იქნებოდა გასაგები ასეთი ზეწოლისა და დაძაბულობის გარეშე. გასაოცარია, რამდენი რამ გამომჟღავნდა ემოციის გავლენით და მივედი დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის. მზად არ არის ამერიკის ჩართულობით, რადგან მას მიაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობა დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოხატა შეერთებული შტატების მიმართ ჩვენს ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება, წერს ბატონი ტრამპი. მე მაინც რაღაც ასეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ თან იტოვებს, მაგრამ თან რაღაცა ტიპის თავისი პასუხისმგებლობა, ანუ დანაპირების შეუსრულებლობით ბაზზე რაღაც ალიბების ჩამოკიდების მცდელობა ხომ არ არის. და უბრალოდ აი ამ პროცესიდან გარკვეული დისტანცირების მცდელობა, რომ აი წამყვანი მთავარი როლი არ ქონდეს, მაგრამ შემდეგ დაუშვათ როგორც დასავლური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც დახმარება გააგრძელოს. რა თქმა უნდა, თქვენ სცენარში და ჰიპოთეზაში რა თქმა უნდა არის ჭეშმარიტების მარცვალი. ლოგიკურად შეიძლება რაღაც გავსი იყოს, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ტრამპთან. საქმე გვაქვს, მე მგონი აი ეს პირველადი ეს მოცემულობა, რაც მან გამოხატა, ეს არის ჩვენება იმისა, ვინაიდან ეს ძალიან სახალხოდ მოხდა და აჩვენებს, რომ მისი უპატივცემლობა გამოხატული ამერიკის მიმართ ეს არ იქნება მიუღებელი ამერიკული მხარისთვის და შესაბამისად წყდება ეს მოლაპარაკება. მე მაინც დავეთანხმებ, რომ ჯერჯერ მაინც პირველი ნაბიჯები ხდება. მოვისმინეთ პოზიცია რუსეთის, მოვისმინეთ პოზიცია უკრაინის, ეხლა იწყება ვაჭრობა, ეხლა იწყება იქ მოლაპარაკებები ფაქტურად. რეალობა არის შემდეგი, რუსეთსაც ჭირდება სულის მოთქმა, არ არის ისე რომ რუსეთის ტანკების გამჩერებელი არავინ არ არის, უკრაინასაც რა თქმა უნდა ჭირდება სულის მოთქმა. პოლიტიკურად შეიძლება არც ერთი მხარე ამას არ ახმაურებდეს, მაგრამ რეალობა არის ესეთი. აი გარკვეული გამოხმაურებები უკვე მოდის თავად ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდანაც და არ არის აუცილებელი მაინც ადამიანს გვარები ვასახელოთ, მაგრამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატის დღევანდელი საშინელი წარმოდგენა დონალდ ტრამპისა და ჯეი ვენსის მხრიდან სამარცხვინო და სრულიად არაამერიკული იყო. კიდევ ერთხელ მათ მხარი დაუჭირეს მკვლელ ტირანს, პუტინს, ჩვენი დემოკრატიული მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ. მე ვდგევარ გვერდში ზელენსკის და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. წერს პლატფორმა X-ზე შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ ჯინ შახინ, მაგრამ აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ მანამ სანამ ზელენსკი თეთრ სახლში ვიდეო და ჩვენ მეგონი ამის ამსახველი ვიდეო და ფოტოებიც გვაქვს. ის შეხვდა სენატორებს, ორპარტიული შეხვედრა იყო, კომიტეტების თავმჯდომარეები იყვნენ წარმოდგენილები და შეხვედრა განსაკუთრებული გულთბილობით, მხარდაჭერით, ტრადიციული, ასე ვთქვათ, სერიოზული მხარდაჭერის გამოხატვით მიმდინარეობდა, ვადევნებთ თვალს, როგორც დემოკრატების, ასევე სენატორების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათი დიდი ნაწილი ფიზიკურადაც დამყოფი არის კიევში, მათ შორის ყველაზე რთულ პერიოდში და მათ ძალიან კარგად იციან სიამთულეში, რას დაუპირისპირდა, რა მასშტაბის ძალადობრივ სისტემას სისასტიკეს ზელენსკი და უკრაინელი ხალხი და ისინი როგორც პოლიტიკოსები ამ ხრივ დარწმუნებული ვარ, მათ მორალურ ვალდებულებებსაც გრძნობენ და განიცდიან როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფო. მოდით გადავიდეთ კიდევ უფრო რაციონალურ ანალიზზე სიტუაციის და ამ ხრივ ბატონ გიგისთან მექნება ერთი მიმართულებით შეკითხვა, რა დიპლომატიური რესურსები აქვს უკრაინას, განსაკუთრებით ევროპელი ლიდერების გამოხატული პოზიციებისა და დაანონსებული მზაობის გათვალისწინებით და რა რესურსები აქვს უკრაინას და ზელენსკის სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, რომ დაუშვათ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპის პირობებში ურთიერთობის
გაცივების პირობებში ისე მთლიანად ვერ მოიხსნის ყველაფერზე პასუხისმგებლობას თავისთავად ცხადია, რომ მან გააგრძელოს ბრძოლა და არ მოხდეს სრული დემორალიზაცია როგორც უკრაინული საზოგადოების, ასევე ფრონტის ჩამოშლა. დავიწყოთ დიპლომატიურ რესურსით. მე ვფიქრობ, რომ ზელენსკის აქვს ძალიან ძლიერი პოზიცია ევროპაში, ვინაიდან არც ერთი ევროპელი ლიდერი ეჭვის ქვეშ არ აყენებს იმას თუ ვინ დაიწყომი და ვინ არის აგრესორი აი ამ დაპირისპირებაში. მას აქვს ცალსახა მხარდაჭერა ყველა ევროპელი ლიდერის მხრიდან, ორი გამონაკლისის გარდა, ალბათ ვიცით ვიზეც საუბარი, განსხვავებული პოზიცია ეს არის ორბანი და უნგრეთი და სლოვაკეთი. ასევე თქვენ ეხლა ისაუბრეთ, რომ ორპარტიული მხარდაჭერა, მას ასევე ზუსტად ესეთივე გაცხადებული მხარდაჭერა აქვს ორპარტიული ამერიკელი სენატორების მხრიდან. მე ვფიქრობ, ეს იქნება ასევე განსაზღვრული ფაქტორი მომდევნო ასე ვთქვათ, ბოლო გაგრძელების პროცესში ტრამპის პოზიციის ჩამოყალიბებაზე, იმიტომ რომ ძალიან უსმენს სწორედ სენატორების ხმას. მისთვის მნიშვნელოვანია ფიქრობს. კი, და გააგრძელეთ და აი დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პირველი გამოხმაურება, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი და უკრაინა. ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ არ ხართ მარტონი. ეს პირველი გზავნილია ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი სხვა შორის შეერთებული შტატების განსაკუთრებულად მეგობრული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. თუმცა ძალიან ესეთი ხანმოკლე შეხვედრა გამოვიდა ტრამპთან, 5 წუთითაც არ შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ. პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც მიიღო 2.5 მილიონზე მეტი ლტოლული უკრაინიდან. პოლონეთი არის სრულიად ასე ვთქვათ, პირდაპირ სამიზნე, შემდეგი სამიზნე რუსეთის, იმ შემთხვევაში თუ უკრაინას რაღაც ჯვარი წერია მოუვა, პოლონეთს ყველაზე კარგად ისმის თუ რა საფრთხის წინაშე დგას მთელი ევროპა, აი ახლა მიმდინარე დაპირისპირება. მე მიმაჩნია, რომ ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმენთ ევროპელი ლიდერების მხრიდან, გასული კვირების მანძილზე ცალსახად ცხადყოფს იმას, რომ ევროპა გააგრძელებს ერთმნიშვნელოვნად უკრაინის მხარდაჭერას და კიდევ უფრო გაზრდის იმ რესურსებს, რომელსაც იღებს როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით. საინტერესო მერცის ახალი ფედერალური კანცლერის გერმანიის განცხადება, რომ მან თქვა, ჩვენ და ვიფიქროთ რაღაც ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ვფიქრობ თუ და ნაადრევი ახლა ამაზე საუბარი, ვინაიდან არ შეიძლება ნატოს ფაქტორის გამორიცხვა ჯერჯერობით ამ ეტაპზე, ვფიქრობ არამართებული იქნება, იმიტომ რომ ნატო უკეთ ჩამოყალიბებული მექანიზმით ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფს, ახლა პირდაპირ გადართვა და რაც ახალი მექანიზმი შემოთავაზება, ეს სწრაფად ვფიქრობ რომ არ გამოვა და არც იქნებოდა მართებული, მაგრამ ევროპა უკვე სერიოზულად განიხილავს რაღაცა ცალკე ამერიკისგან დამოუკიდებელი უსაფრთხოების ქოლგის შექმნას ევროპის კონტინენტზე, რომელიც თავისთავად იქნება განსაზღვრული, იქნება მიზანმიმართული იმისკენ, რომ დაიცვას ევროპული ქვეყნების უსაფრთხოება. მათ შორის საინტერესო იყო თურქეთის პრეზიდენტის შეთავაზება ჯერჯერობით თურქეთი მზადაა ჩააყენა. გუშინ ასევე შეხვდა, რამდენიც გავცელა ინფორმაცია, გუშინ ასევე რუსეთი და რუსული და ამერიკული დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში, სტამბოლში. დიპლომატიური მისიების ესეც იყო საუბარი, მაგრამ საინტერესო იქნება რომ განვაგრძელოთ განსაკუთრებით თქვენ დაიწყეთ საუბარი თავად შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ისტაბლიშმენტის საზოგადოების განწყობების როლზე პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ქცევის კორექტირების კუთხით. ეს ამ თემაზე მინდა რომ შევდე მოგიბრუნდეთ და გავაგრძელოთ და მანამდე აი ბატონ ვახტანგს ვესაუბრო სწორედ აი რესურსებზე, წინააღმდეგობის რესურსებზე და ამ ხრივ მთლიანად არ წავიკითხავ ამის ტირაჟირებაც კი არასერიოზული და სამარცხვინოა, მაგრამ მაინც ყოფილი პრეზიდენტი მედვედევის კომენტარი, რომელიც უშრობის საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, ახლა თუ არ ვშტები რუსეთის ფედერაციის, ძალიან ბედნიერია იმით, რაც მოხდა და ხარობს, მაგრამ რო გადავთარგმნო ახლა რუსულიდან პირდაპირ უმადურმა ღორმა მიიღო ძლიერი წამორტყმა საღორის უფროსისაგან ხაზიანი. ეს ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ცოტაა. საჭიროა და აქ არის მთავარი გზავნილი, საჭიროა სამხედრო დახმარების შეწყვეტა ნაცისტური მანქანისთვის. ეს არის პირველი საპასუხო გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან. ხო, ეს გზავნილი ალბათ დალევამდე იყო თუ დალევის შემდეგ ეს ალბათ ძირითადი გასარკვევი მედვედევის მხრიდან, მაგრამ მას გაჩერება ნამდვილად აღეს. ხო, აღის, მაგრამ ზოგიერთი სიფხიზლეშიც და არა მარტო მოსკოვში როგორც ჩანს არანაკლებს აშავებს თავის გამონათქვამს. მე პირველ რიგში მინდა კიდე უბრალოდ დაუბრუნდე იმ საკითხს, არ მგონია ამერიკა დათანხმდეს იმას, რომ თავარი მოთამაშე აი ამ მიმართულებში გახდეს ევროპა. ის თავის პოზიციას ესე მარტივად არ დათმობს და კვლავ შეეცდება გააგრძელოს თავისი რაღაც დომინირება
აი ამ მიმართულებას. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ რესურსებს, ომის გაგრძელების რესურსებს. პირველი ამერიკის დახმარება გაგრძელდება 2026 წლამდე. ის რომელიც ხელმოგწერილია, ესე არ ხდება რომ დაკონტრაქტებულია, უზრუნველყოფილია. წუთში ხდება ეს ყველაფერი, ეს თანდათან მიიღებს უკრაინა, მიიღებს ამერიკულ დახმარებას 2026 წლამდე. ერთი. მეორე, გაცილებით იზრდება ევროპის როლი უკრაინის დახმარებაში, ეს თვალსაჩინო არის და ჩემს აზრით ევროპას ეძლევა რაღაც ისტორიული მომენტი, რომ ისე დაიკავოს ის პოზიცია სოფლიო უსაფრთხოების სისტემაში, რაც მას ისტორიულად ეკავა. შეიძინოს გეოპოლიტიკური სუბიექტურობა. აბსოლუტურად. რომლის დაკნინება სხვათა შორის არა მარტო ევროპის ასე თქვა ინერტულობით, არამედ თავად შეერთებული შტატებისა და მეორე მსოფლიო ომის კონიუნქტურის შედეგი იყო საბოლოო ჯამში, ხო იმ მომენტში? ხო, ზოგადად. თუმცა ისე საქმელად ეხლა ეს არ დახმარება ამერიკის არ დახმარება ძალიან დიდი თანხების დანაკარგი იქნება ამერიკისთვის. ეს არ ხდება უფასოდ ამერიკის დახმარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლენდლიზის თანხებს ინგლისი მეგონი 2006 წლამდე უბრუნებდა ამერიკას. ასე რომ ესე არ ხდება რომ ის იარაღი რომელსაც აწვდის ამერიკა იმას ყიდულობს ევროპა ამერიკაში და ეს თანხად ისევ ამერიკაში ტრიალდება. ასე რომ ამის დაკარგვაც ესე მარტივად ალბათ არ იქნება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ევროს შეუძლია თუ არა ევროპას ჩაანაცვლოს სრულად ამერიკა რთულია ძალისხმევას მოითხოვს ევროპისგან, მაგრამ შესაძლებელია. როდესაც საუბარი არის გერმანია, რომელიც არის მზად რომ გააორმაგოს თავისი შინაგანი პროდუქტის თავდაცვის ბიუჯეტი, გააორმაგოს თავდაცვის ბიუჯეტი, ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა გერმანიის წარმოიდგინეთ აქამდე დღემდე ხარჯავდა მხოლოდ 1.რაღაც%. როცა ბრიტანეთი პირველად იძახის, რომ პირველად გაზდის თავის ბიუჯეტს მეორე მსოფლიო ომის დროის ბიუჯეტის დონემდე, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ძალიან დიდი თანხები და ძალიან დიდი შესაძლებლობა. იგივე საფრანგეთი საერთოდ გამოდის და იძახის, რომ მზად არის გერმანიაში განათავსოს თავისი ბომბდამშენები ბირთვული ქობინებიანი იარაღით. იგივეს მოუწევს ბრიტანეთს. ხა ბრიტანეთს არ ყავს თვითნავები, ძირითადად წყალქვეშა ნავებზეა ეს ბირთვული იარაღი განთავსებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი მიმართულებაც არის. ევროპას შეუძლია თავისი ხო სკანდინავიის ქვეყნები ძალიან ეხმარებიან უკრაინას და დღეს უკრაინა უკვე თითქმის 30%-ზე მეტ თვითონ აწარმოებს ამ შეიარაღებას თავის ტერიტორიაზე, რადგანაც მისი სამხედრო ინდუსტრიის გამართვაში დიდ თანხებს დებს სკანდინავიის ქვეყნები. ესეც გასათვალისწინებელია. და მესამე და თავარი უპირველეს ყოვლისა ეს არის რესურსი ადამიანური წინააღმდეგობის გაწევის ნების რესურსი, რაც უკრაინელებს გააჩნიათ. დიახ, უკრაინას უჭერს ჯერჯერობით უკრაინა იწვევს 25 წლიდან ზევით სამხედრო სამსახურში. დაუშვა ზელენსკიმ ის რომ შეიძლება 18 წლიდან ახალგაზრდას კონტრაქტის დადების უფლება ჰქონდეს. ნამდვილად არ უნდა უკრაინას მობილიზების გამოცხადება და ასე შემდეგ, ვინაიდან რა თქმა უნდა სოციალური პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, სადღაც 10 მილიონამდე თუ 8 მილიონამდე მოსახლე გასული არის ახლა უკრაინიდან, უჭირს უკრაინას, მაგრამ მას გააჩნია ნებაც და ევროპის დახმარებით შესაძლებლობაც გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს და არ მისცეს რუსეთს აი წარმატების საშუალება. ის რომ დღეს რუსეთი თითქმის ყოველ 100 კვადრატულ მეტრზე ერთ ჯარისკაცს კარგავს, ეს უკვე დიდი დანაკარგები. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცნობილია დაბალი სენსიტიურობა დანაკარგის მიმართ რუსეთის მხრიდან, მაგრამ მაინც არის ეს ადამიანური რესურსის შეიძლება რუსებისთვის არის ნაკლებ პრობლემატური, მაგრამ ვინ არის ჯარში? დაღესტნელი, ჩეჩენი, ადიღელი, ბურიატი, იქ მცირე ეროვნებებში ეს დანაკარგები აისახება. იქ უფრო მტკივნეულად განიცდიან, ეს ხო არ არის მარტო რუსების მიერ წარმოებული ომი. ეს ნამდვილად იქნება ამას გამოხმარება, მოყვება. შესაბამისად, არც ის ტემპები აქვს რუსეთს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ რაც გამარჯვებულის მხრიდან. კურსკი დაკარგეს. ჯერ შიგნით როგორ გაყიდიან იმ გამარჯვებას, როცა თავის ტერიტორია აღარ აქვს, დაკარგული აქვს ტერიტორია. ერთად მაქსიმუმი რაც მათ შეუძლიათ დღესდღეობით გააკეთონ,
რაღაც დონბასის ბოლომდე დონბასის ადმინისტრაციულ საზღვამდეც კი ვერ გადიან ჯერჯერობით. ეხლა იწყება დაახლოებით ერთ თვეში ისევ დაიწყება დათბობა, ისევ დაიწყება გაუვალობა, ისევ შეჩერდება ეს აქტიურობა. მიუხედავად ისა, რა თქმა უნდა, ჩრდილო კორეის დახმარებით და ირანის დახმარებაც უკვე საკითხის ქვეშ არის, ვინაიდან სირიაში წარუმატებლობის შემდეგ ირანს თავისი პრობლემები აქვს უკვე ისრაელთან დაკავშირებით და თავისი რესურსები ჭირდება. აი ჩრდილო კორეა, რა თქმა უნდა, ჩრდილო კორეას უკვე 3000-მდე მე მგონი ჯარისკაცი გადაიყვანეს ისრაელ რუსეთში. რა თქმა უნდა მიიღებს იქიდან საბჭოთა ტიპის შეიარაღებას, მაგრამ ვიმეორებ, რუსეთსაც უჭირს ამ შემთხვევაში. არ არის რუსეთის წარმატებები, რომელიც მას მუშტის დარტყმის უფლებას მისცემს მოლაპარაკების მაგიდაზე. მადლობა ბატონ ვახტანგ და ბატონ გიგი, რა თქმა უნდა, თავად ამერიკაში ამ ტიპის მიდგომების გავლენაზე თქვენი აზრი საინტერესო იქნება, მაგრამ მანამდე ვთქვათ, რა გავლენას მოახდენს ის, რაც დღეს ვიხილეთ ევროპელ ლიდერებზე. ტუსკზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ უკვე თავის პოზიცია გამოხატა. თუმცა ჩვენ ხედავდით, როგორ ფრთხილად გარკვეული ლოიალობის დემონსტრირებით, მაგრამ ტრამპის ხასიათის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაგრამ ამავე დროს ძალიან მყარი, მკვეთრი, თანმიმდევრული, პრინციპული პოზიციები გამოაჩინეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა. აი ესეთი მწვავე დაპირისპირება და შემდეგ უკვე დემონსტრაციული უკმაყოფილება ზელენსკის მიმართ არც გამოაცილა, პრესკონფერენციაც ჩაიშალა, აღარც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ასე შემდეგ. რა გავლენას მოახდენს ევროკავშირსა და ევროპას? ვფიქრობ, რომ ალბათ ასევე იქნება თავიდან ემოციური განცხადებები, მაგრამ ევროპაში ევროპელებს ძალიან კარგად ესმით, რომ მოლაპარაკებებში მთავარი არის ლაპარაკის გაგრძელება. მოლაპარაკებში აუცილებელია პროცესის შენარჩუნება, ხო? ნებისმიერი პროცესი უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ჩვენ რაღაც ურთიერთ ხელსაყრელ, ურთიერთ მისაღები შედეგი, ამიტომ იქნება ხვალ რამდენ მომდევნო დღეებში იქნება ძალიან ემოციური ფონი მაღალი. მე ვფიქრობ, რომ იქნება ასევე ესეთი განცხადებები, ემოციური ფონის მქონე განცხადებები, რომ ეს იყო სულად წარმოუდგენელი შეხვედრა, ეს იყო ამის აუცილებლად არასოდეს ყოფილიყო ეს ღია ფორმატით და თუ ესეთი რაღაც იყო მოსალმელი აუცილებელი იყო, რომ ყოფილიყო დახურულ ფორმატში ყოფილიყო ჯერ და მე რაღაც საზოგადოებას რაღაცა უფრო სხვა კუთხით ენახა, თუ რაზე შეთანხმებდნენ მხარეები, მაგრამ მე მგონია, რომ ევროპელები მხარს დაუჭერენ, მიუხედავად ყველაფრისა, ევროპელები მხარს დაუჭერენ, რომ გაგრძელდეს დიალოგი მხარეებს შორის და ამერიკა არ იყოს გამორიცხული ამ პროცესიდან, მაგრამ პარალელურად ყველანი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ აუცილებელი იქნება უკვე რაღაც კონსოლიდირებული ევროპული პოზიციის ჩამოყალიბება და ამაზე უკვე მიდის დიდი ხანია საუბარი. ევროპელები უკვე კარგად ხვდებიან, რომ დიდი ხანი ვეღარ ექნებათ ამ ადმინისტრაციის იმედი, ამერიკის ამ ადმინისტრაციის იმედი მათ ვერ ექნება და მომავალსაც ალბათ უკეთესი იქნება მათთვისაც, რომ რაღაც უფრო მეტი ავტონომია გამოიჩინონ უსაფრთხოების. კარგით, ეს ევროპის პოზიციები უკვე ჩანს კიდეც და ნაბიჯებსაც აქეთ გავენ, მათ შორის თავიანთი სამხედრო სტრატეგიული რესურსის გაძლიერებისთვისაც ბატონი ვახტანგი ამაზე კარგად საუბრობდა, თუმცა იქ მთელი რიგი სირთულეებია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ დღეში ეს არ მოხდება, მთავარია პოლიტიკის ფორმირება მოხდეს, მათ შორის იგივე გერმანიაზე ბატონმა ვახტანგმა რა თქმა უნდა გაცილებით მეტი რამის თქმა შეუძლია თავად გერმანელების სამხედრო ცოდნისა, სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობებზე თუ ის მთელი ძალის ხმევით ამოქმედდა, რამდენი რამის მოტანა შეუძლია წარსულში ცუდი გაგების გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებში მათი საკმაოდ მაღალი კლასის შაგერთები და სულათვალისწინებით ფრაზით აქამდე თავს იკავდა მერკელის პირველი თავარი განცხადება იყო ჩვენ იმიტომ გვაქვს როცა მოუწოდებ და ნატო რო გაზარდეთ ჩვენ იმიტომ არ ვზდით ჩვენ ბიუჯეტს რომ მე არ იყოს საუბარი გერმანიის მილიტარიზაციაზე ეს იყო მე სწორედ ამას გულისხმობ მეორე მსოფლიო ომის კონიუნქტურაზე და ასე შემდეგ მაგრამ იქა ძალიან ბევრი ადგილობრივი პოლიტიკური ნიუანსი იქნება გათვალისწინებული ხა მათ შორის იმისთვის რომ ეს ინდუსტრია გადავიდეს ასეთ აქტიურ მოქმედებას მას სჭირდება მეტი ენერგია ენერგეტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით გერმანიის ამ კანცლერს დახვდა ძალიან რთული მემკვიდრეობა ატომური ელექტროსადგურები გათიშულია ხო ამ მწვანე ენერგიის პოლიტიკის გადამკიდე საფრანგეთს ამაგერო დაამხრივ ყველაფერი იმაზე მეტი აქვს ვიდრე შეიძლება ჭირდება კიდეც და რა თქმა უნდა ერთმანეთის შესაძლებლობებისა და რესურსების შევსებით საერთო პოლიტიკის გათვალისწინებით ეს არათუ შესაძლებელია ალბათ ყველაზე კარგად გამოუვათ ვიდრე რომელიმე ორგანიზებულ რეგიონს დედამიწის ზურგზე ევროკავშირს ბრიტანელებთან ერთად მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ რაღაც ხარჯები უნდა მოაკლდეს სოციალურ ხარჯებს ასე შემდეგ და ასე შემდეგ თუმცა და
რადიკალური ჯგუფებისა და ფლანგების გააქტიურება შეიძლება შეუწყოს ხელი აქ უკვე არჩევნები, დემოკრატიული პროცესი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სერიოზული და რთული პროცესების წინაშე ვდგავართ ყველანი, მაგრამ დემოკრატია ამ თვალსაზრისით კარგად მუშაობს, როდესაც საზოგადოებრივი განწყობა კორექტირებას ახდენს თუნდაც მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში. შეერთებულ შტატებში ასეთი შესაძლებლობა გარდა სოციოლოგიური კვლევებისა იქნება არჩევნები, რომელიც წელიწადნახევარში 2 წელიწადში უნდა გაიმართოს. შემავსებელი კონგრესის, რაც ითვლება ხოლმე ადმინისტრაციის მიერ არჩეული კურსის შეფასების ყველაზე მნიშვნელოვან ნიშნულად. იქამდე მისვლა კი არის საჭირო, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტზე რო არ ვილაპარაკოთ. გასაგებია რომ დემოკრატები ძალიან მკაცრად გააკრიტიკებენ იმას როგორც მოიხსნა, მაგრამ რესპუბლიკური ისტაბლიშმენტი, რესპუბლიკური გაგების მქონე მათ შორის ამერიკელი, რომელიც ამას ყველაფერს ხედავს, მაგა ამომრჩევლის მიღმას და მაგა ამომრჩეველშიც რა ხასიათზე დადგებოდა იმის ნახვით, რაც იხილეს. თუ მაგათთვის იყო დადგმული ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს რასაკვირველია თავიანთ ამომრჩევლებზე, ისინი ცდილობენ რომ თავისი სიძლიერე, თავიანთი, ასე ვთქვათ, მყარი პოზიცია დაანახოს საკუთარ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ, მაგრამ ეხლა ეს რამდენად სწორედ სწორ სურათს მოგცემს ჩემთვის რთულად წარმოსადეგია, იმიტომ რომ აქ გამოჩნდა ისტორიულ მეგობრებთან ყველასთან კონფლიქტია. ეხლა ბრიტანელები და ფრანგები და გერმანელები მარტო იმიტომ რომ არ აგინებენ რომ პოლიტიკურად დიპლომატიურ კორექტულობას არ გადადიან, გარდნიშნავს განწყობებს ვერ ხედავდეთ, ხო? ტრადიციული მოკავშირეების სხვა რეგიონშიც ამ ხრივ რბილად რო თქვა ძალიან დაძაბულად გრძნობენ თავს, მაშინ როდესაც შეერთებული შტატების ასე ვთქვათ ყველაზე ტრადიციული მოწინააღმდეგე, ხო? ტრადიციული რასაც ქვია ბოლო ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი იგივე ამბიციები უცბად იქცა, ასე ვთქვათ, ხელშეუვალ მოვლენად, რომელსაც ყველაფერი თითქოს უნდა გააუვიდეს. დიახ, უნდა დავაკვირდეთ, რომ ნახოთ, ხო ჩვენ მოგვისმენია, ვიცით მათი პოზიცია, ისინი ნებისმიერ, ვთქვათ, ნაბიჯს ამართლებენ ტრამპის ადმინისტრაციის და ცდილობენ რაღაცა დიდ სურათში დაინახონ ეს ყველაფერი, თუმცა თუ დავაკვირდებით, ნამდვილად ჩანს, რომ აქ არანაირი წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი და გეგმა არ არსებობს რეალურად, ხო ეს მოლაპარაკება, რომელიც გაიმართა რუსეთთან პირველი იყო ნამდვილად ნაკლებად სერიოზული, ესე ვიტყოდი, დიპლომატიურად, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი ცხადავს იმას, რომ ტრამპი ასევე ახდენს თავისი პოზიციის კორექტირებას, სწორედ იმ განწყობებზე დაყრდნობით, რაც არის საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამოძახილი იყო მის მიერ სიტყვების უარყოფა, ორი დღის წინ თქვა სიტყვების უარყოფა, ზელენსკის ზელენსკის შეურაცხყოფელი განცხადებების უარყოფა და დაინახა თუ რამდენად ნეგატიურად შეხვდა ამას ამერიკული საზოგადოება, მათ შორის მათი ამორჩეველი და ის ადამიანი, ვისაც სჯერათ, რომ ტრამპი იქნება რეალურად რაღაცა მშვიდობის ყოფილი ამ პროცესში, რეალურად შეძლებს წარმატების მიღწევას. ამიტომ კორექტირება რეალურად ხდება, მათ მიერ ეს არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ წარმოჩნდნენ როგორც წარმატებული, უფრო წარმატებული ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია, სწორი იყო რეჯიბრება ყველაფერში წინა ადმინისტრაციას ცდილობს დაბრუნებას. ჩვენ ერთი მომენტი გამოგჩა აქ ზელენსკისთან მას ჰქონდა პირადული მომენტი, წინა ადმინისტრაციას ჰქონდა რომ ჰანტერ ბაიდენის ისტორიებზე. კი ბატონო, დიახ, ანუ ეს ჰქონდა, მაშინ მე მიიღო ზელენსკისგან ის ინფორმაცია, ანუ ის თანხმობა იმაზე, ძველი წენები აქვს, ანუ პირადული მომენტი ნამდვილად არის, რაც რისი გამორიცხვაც არ შეიძლება, მაგრამ ყველაფერს და მიუხედავად მას ჭირდება ეხლა სწორედაც აი მისი ბირთვის შენარჩუნება, მხარდამჭერების შენარჩუნება, რაც კიდევ ჯერა, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეძლებენ რეალურად მშვიდობის მიღწევას რუსეთსა და უკრაინას შორის და რაღაცა ფორმით ამ კონფლიქტის გადაჭრას ან შეწყვეტას. გამოხმაურებები მატულობს, ასე ვთქვათ, ესპანეთის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა სამენაზე გამოაქვეყნა, ასე ვთქვათ, თავისი განწყობა, ესპანურად, უკრაინულად და ინგლისურად. ამ შემთხვევაში ინგლისურს, რასაც ვხედავთ, უფრო გავარკვევ, უკრაინა, ესპანეთი დგას შენს გვერდით. ანუ კაფე მხარდაჭერა. კაფე მხარდაჭერა. მაკრონის განცხადებაც გვაქვს აქვე, ახლავე მაკრონის განცხადებასაც გაგაცნოთ და მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, ასე ვთქვათ, გაუკეთებია განცხადება თუ კომენტარი პლატფორმაზე. ესე იგი პირველად, როცა მომიწი არაბოდიში, ჯერ მაკრონი რადგან ვახსენე, რუსეთი აგრესორია, ხოლო ხალხი, რომელიც ამ აგრესიას საკუთარ თავზე გრძნობს, უკრაინელები არიან, წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პირველად, როცა მომიწია მოლაპარაკება დამოუკიდებლად გამემართა მრავალი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ მასწავლა საფუძვლები. ნებისმიერი ნაბიჯის უფლება გაქვს, მაგრამ
არასოდეს დაამცირო შენი კოლეგა, ანუ მოლაპარაკებების სხვა სუბიექტ კოლეგა. უნდა იფიქრონ მათ, ვისაც სურს მშვიდობის მყოფელად აღიქვან. წერს სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით და ბატონო ვახტანგ რაღაც შემაჯამებელი კომენტარების საშუალება მინდა რომ მოგცეთ და ცხადია ეს ყველაფერი გვაღელვებს დამოუკიდებლად უკრაინელი ხალხის ბედის გათვალისწინებითაც და ჩვენი საქართველოს მომავლის გათვალისწინებითაც ეს უზარმაზარი კრიზისი რომელსაც ფესვები ძალიან ღრმად აქვს და ტრამპის დროს ნამდვილად არ დაწყებულა მაგრამ ახლა იმ მასშტაბის ქაოსის განცდა არის სამყაროში რომ აი როგორ დაალაგდება ეს ყველაფერი და რა ფასის გადახდა მოუწევთ ცალკეულ სახელმწიფოებს რთულია ამის თქმა, მაგრამ საქართველოს დამატებით კიდევ ბევრი სხვა პრობლემა აქვს. რა არის საქართველოს უპირველესი ამოცანა აი ამ турბულენტურ ეპოქაში? მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამავე დროს პარტნიორი ურთიერთობის აღდგენის და განვითარების კუთხით. სამ გადავიდოდ უშუალოდ თქვენ კითხვაზე ძალიან ნიუანსი მინდა ასევე გავახსენო მაყურებელსაც თურქეთში შეხვედრაზე ამერიკულ და რუსული კოლეგების წარმომადგენლების სწორედ რუსების დელეგაციაც არ გამოსულა ჟურნალისტებთან დახურ მანქანებით გაიყვანეს ისე რომ არავითარი რეაქცია არ ყოფილა ეთყობა არც იქ იყო ადვილი საუბარი და ესე წარმატებული საუბარი რუსეთის თქვენ კითხვას ბატონო ხტო მაშინ ისიც დავაზუსტოთ რომ ტრამპმა საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ თქვა რომ შემდეგი შეხვედრა ასეთი იგივე შემადგენლობით უნდა შემდგარიყო 3 დღეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო და ფაქტია რომ გავიდა ამდენი ხანი და იმ დონეზე პოლიტიკურ დონეზე შეხვედრა უბრალოდ აღარს გამართულა. ეს იყო კიდევ უფრო ქვედა დონეზე საგარეო საქმეთა სამინისტრობის დონეზე. აბსოლუტურად მართლობისადმი და მე აბსოლუტურად არ გამიკვირდება რომ ერთ დღეს გამოვიდეს ხვალანზე გამოვიდეს ბატონი პრეზიდენტი და ამერიკის პრეზიდენტი და განაცხადეს რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სადაც მოხდა გაცვლა ჩვენი აზრების და გამოიხატა და აი ამის შემდეგ უკვე ჩვენ გადავდგამთ უკრაინის ხარებს ზად არის და ჩვენ ზადავართ რომ გავაგზავნოთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ყოველ შემთხვევაში ოპტიმისტი ვარ ბუნებით და რატომღაც ესე მჯერა რომ ესე გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა საქართველოს უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებიანი, აქტიური და მაქსიმალურად უნდა იყოს იმ ხარეს, მართა მხარეს, უნდა საქართველოს უნდა ფიგურირებდეს ქვეყანა, რომელიც ევროპასთან ერთად, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან ერთად ხარს უჭერს უკრაინას, მისთვის ნათელია რომ აგრესორი არის რუსეთი, ნათელია რომ უკრაინა იცავს სოფლიოს და იცავს ევროპას და აი ამათთან ერთად უნდა იყოს საქართველოს, აი ამ ქვეყნებთან ერთად უნდა იყოს საქართველოს, რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ეს იგივე ნატოს მიმართულება იქნება თუ შავი ზღვის რეგიონში რაღაც უსაფრთხოების სისტემებში აქტიური ჩართულობა იქნება, რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება ჩვენ მხრიდან. მით უკეთესია, მაგრამ ეს არის ხაზი, უნდა იყოს საქართველოს ვექტორი, უნდა იყოს ის ჩვენ ვართ ევროპასთან, ჩვენ ვართ სიმართლის ხაზი. ბატონ გიგი თქვენ რამდენიმე სიტყვით შევაჯამოთ და დიახ, მე ვფიქრობ რომ საქართველოს მიმართებით სიტუაცია ძალიან ცხადია, ჩვენ ამჟამად ვიყოფით ახლა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, საქართველოს ყავს არაღიარებული ხელისუფლება, საქართველოს ყავს სანქცირებული ხელისუფლება, საქართველოს ყავს პოლიტიკური ჯგუფი, მართლაც პოლიტიკური რომელიც იჩემებს ხელისუფლებას. შესაბამისად, აქ ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა ალბათ იქნება ეს პრობლემა იქნება გადასაჭრელი, იქნება ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც უნდა რომ რაღაცა ფორმით მიიღოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შენით ასევე ქვეყნის გარეთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სულესო ამოცანები, ადამიანები 93 დღეა დღეს თუ არ ვსწრები დგანან სიცივეში, აპროტესტებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პოლიტიკური პარტია ქართულმა ოცნებამ, არ გაუგებრია ვისი სახელით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მათთვის ეს მანდატი არ მიუცია, რომ შეეწყვიტათ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროპისკენ და დასავლეთისკენ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ჭირდება სრულიად სხვა კარდინალურად განსხვავებული რეალობა, ახალი არჩევნები, უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს გამოშვება და დაბრუნება ევროპასთან ჩვეულებრივი ურთიერთობების ფორმატში. მოკლედ ჩვენი ბრძოლა გვაქვს, რომელიც უნდა გავაგრძელოთ და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება თავისუფალ სამყაროსთან ერთად. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ბატონ ვახტანს და ბატონ გიგის ვეუბნები დიდ მადლობას.